ფრინველის ეს განწერული ხმა, შიშია თუ ტკივილი, ზუსტად ვერავინ გეტყვით, მაგრამ ერთი რამ ცხადია, ეს ხმა საფრთხეზე გვიყვება. ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხეზე, რომლის წინაშეც დღეს შავი ზღვა დგას. თქვენ ახლა კადრში ხედავთ ნავთობით დაბინძურებულ ფრინველებს რუსეთის შავი ზღვის სანაპიროდან, ანაპის მიმდებარე ზონიდან. საქმე ისაა, რომ რუსეთის სანაპიროსთან ანაპიდან დაახლოებით 11 კილომეტრში ნავთობის ლაქა უკვე რამდენიმე დღეა 11 აპრილიდან სერიოზულ ეკოლოგიურ პრობლემად, ფაქტობრივად უმართავ საფრთხედაა აქცეული. ლაქა ქარის და ზღვის დინებების გავლენით ნაპირისკენ მოდის, ნაპირისკენ გადაადგილდება, ანუ მიმდინარეობს დრეიფი, რაც ნიშნავს წყალში მცურავი მასის ბუნებრივ გადაადგილებას გარემო ფაქტორების ზემოქმედებით. მიუხედავად იმისა, რომ გამოყენებულია დამცავი ბარიერები და სპეციალური ნივთიერებები, რომელიც ნავთობის შეწოვას ემსახურება, მისი გავრცელების შეჩერება, მიგრირების შეჩერება ამ ეტაპზე ვერ ხერხდება. დაბინძურების შედეგებიც უკვე სახეზე გვაქვს, უკვე თვალსაჩინოა. ანაპის სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილია 200-ზე მეტი დაზიანებული და დაღუპული ფრინველი. ეს ფაქტი მიუთითებს, რომ ნავთობმა უკვე შეაღწია ზღვის ეკოსისტემაში და მხოლოდ წყლის ზედაპირზე არ გახლავთ ეს პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტი ამ ეტაპზე რუსეთის წყლებშია კონცენტრირებული, რისკი მხოლოდ ლოკალური ნამდვილად არ არის. შავი ზღვა ვიცით, რომ არის ნახევრად დახურული აუზი, სადაც წყლის ცლა ნელა მიდის. რაც დაბინძურების ხანგრძლივ შენარჩუნებას იწვევს ხოლმე როგორც წესი. ასეთი შემთხვევა ჩვენ უკვე გვქონდა, ხო? ქერჩის სრუტეში გვახსოვს მომხდარი ავარიის შემდეგ ნავთობის კვალი, როგორ მოვიდა მოგვიანებით მალევე, სხვათა შორის აფხაზეთის სანაპირომდეც. ზღვის ძირითადი ცირკულარული დინება, ეგრეთ წოდებული rim current-ი, ასე ეძახიან მას სპეციალისტები, ქმნის პირობებს, რომ დაბინძურება დროთა განმავლობაში სხვა მიმართულებითაც გავრცელდეს. ამ შემთხვევაში საქართველოსთვის რისკი პირდაპირი და მყისიერი არ არის, ამ შემთხვევაში ჩვენთვის დაბალი რისკიაო, გვითხრეს სპეციალისტებმა, ჩვენ მათ გავესაუბრეთ, თუმცა საფრთხე ნამდვილად არსებობს. განსაკუთრებით საყურადღებოა აფხაზეთის აკვატორია და ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთი სანაპირო. ეკოლოგიურად ყველაზე მოწყვლად ზონებად სპეციალისტებმა დაგვისახელეს კოლხეთის ეროვნული პარკი, ჭოროხის დელტა და სხვა სანაპირო ტერიტორიები, სადაც თავმოყრილია წყალმცურავი და გადამფრენი ფრინველები. ასევე ზღვის მდიდარი ბიომრავალფეროვნება. დღეს ყველაზე მაღალი რისკის ზონად ამ ეტაპისთვის კვლავ რუსეთის სანაპირო ანაპის მიმდებარე წყლები რჩება, თუმცა პროცესების განვითარების მიხედვით საფრთხე შეიძლება უფრო ფართო რეგიონზეც გავრცელდეს. ჩვენ ვიცით, რომ შავი ზღვა ერთიანი ეკოსისტემა და მსგავსი ტიპის დაბინძურება, მასშტაბური დაბინძურება, საბოლოოდ ეხება ყველა ქვეყანას, რომელიც მის სანაპიროს იყოფს.